მოგესალმებით მამულიშვილო. ჩემთვის დიდი პატივია მოგმართოთ ამ წმინდა მიწიდან ზვიადის პოლიტიკური გაერთიანება ზვიადი გზა უხლის სახელით და გაგაცნოთ საარჩევნო პროგრამა. პირველი, ჩვენ უძველეს საერთაშორისო სამართლის ნორმებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სასადგენად. მეორე, ჩვენ შევცვლით კონსტიტუციას, რომელიც იქნება წინაპირობა საქართველოში მოსახლეობის სამართლიანი დემოკრატიული ცხოვრებისა და განვითარებისა. გატარდება რეფორმა ყველა სფეროში, კონსტიტუციას დაამტკიცებს საქართველოს მოსახლეობა რეფერენდუმზე. მესამე, ჩვენ აღვადგენთ სამართლიანობას. მეოთხე, ჩვენ საქართველოს მიანაბრეთა სამართალმემკვიდრეებს 24 წლის წინ იუდა შევარდნაძის მთავრობის მიერ მოტყუებით გამოძალულ ანამრებს დაუბრუნებთ გასამაგებულად საქართველოს მოსახლეობას 2017 წლის იანვრიდან. მეხუთე, აეკრძალება მევახშეობა, ჰიპოთეკით დაზარალებულებს მიეცემა გრძელვადიანი დაბალპროცენტიანი სესხი, ხოლო ვისაც შექოდა პროცენტები ბანკებში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და კერძო მევახშეთა ანგარიშზე, ეს გადახდილი თანხები ჩაეთვლება ძირითადი თანხის დაფარვად. მეექვსე, იძულებით გადაადგილებულ ყველა ოჯახს ექნება საკუთარი სახლი, ღირსეული სამსახური და ხელფასი. მეშვიდე, საქართველოში მოხუცებულობის პენსია იქნება 400 ლარი. მოხუცებულობის საპენსიო ასაკი განისაზღვრება ქალბატონებისათვის 55, ხოლო მამაკაცებისათვის 60 წლიდან. მერვე, საქართველოში ყველა სახის ოპერაცია და მკურნალობა იქნება უფასოდ. მეცხრე, უმაღლეს სასწავლებლებში სწავლება იქნება უფასო იმ სტუდენტებს, რომლებსაც თანხის გადაუხდელობის გამო შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი, კვლავ აღუდგება და ისწავლიან უფასოდ. მეათე, ჩვენ შევქმნით სამუშაო ადგილებს, ავაშენებთ მაღალტექნოლოგიებით აღჭურვილ წარმოებულ დაწესებულებებს, როგორც ქალაქებში, ასევე რაიონებსა და სოფლებში. 11. საქართველოში ყველა ოჯახს 24 საათიანი რეჟიმით მიეწოდება დენი, წყალი და ბუნებრივი აერი. მოეწყობა საგზაო ინფრასტრუქტურა, როგორც ქალაქად, ასევე სოფლად. 12. სოფლად მიწის დახვრა, დამუშავება და დათესვა იქნება უფასოდ. 13. ქალაქ თბილისში მეტრო იმუშავებს 24 საათიანი გრაფიკით. 14. საქართველოში გაუქმდება სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტები, როგორებიცაა გუბერნატორების, გამგებლების, მერებისა და მათი უფლებასწულების საკრებულოები შეასრულებენ. ასევე გაუქმდება პრეზიდენტის ინსტიტუტი, აჭარის მთავრობა და აჭარის უმაღლესი საბჭო. ეს ინსტიტუტები არაფრის მაქნისია, მხოლოდ წურბელასავით აზისკის ესე საქართველოს მოსახლეობას და დიდი ხელფასებით, პრემიებითა და დანამატებით წოვენ ხალხს სისხლს. 15. წლების განმავლობაში მოღალატე ხელისუფლებათა მიერ სიმბოლურ ფასად საეჭვო გარიგებები და გაყიდული და გაჩუქებული ქონება ჩამოერთვება პრობლემებს და დაუბრუნდება საქართველოს მოსახლეობას. 16. საქართველოში ჩალის ფასად გაყიდული ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრე დაუბრუნდება ქვეყანას და ხალხს. 17. შევარდნაძის, სააკიშვილისა და დღევანდელი მთავრობის მიერ დანიშნული მოსამართლეები გათავისუფლებიან დაკავებული თანამდებობიდან და ეკრძალებათ მოსამართლედ მუშაობა სიცოცხლის ბოლომდე. 18. ღირსეულ პატივს მივაგებთ ომის ვეტერანებს, ვიზრუნებთ მათ დასაქმებასა და ღირსეულ ხელფასებზე. 19. ღირსეული ხელფასები დაინიშნებათ ჩვენ სამგზელ პროფესორ მასწავლებელს და ჯანდაცვის მუშაკებს. 20. სიტყვის გამოხატვის, პრესის და ტელევიზიის სრული თავისუფლება. 21. მარიხუანას დეკრიმინალიზაცია, რაც იმაში გამოიხატება, რომ მარიხუანას მოხმარებისათვის ადმინისტრაციული ჯარიმა და პატიმრობა აიკრძალება 2016 წლის 9 ოქტომბრიდან. 22. საქართველოში ჩვენ შემოვიდათ 75 მილიარდ დოლარს და ეს ფული მთლიანად მოხმარდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას და მოსახლეობის კეთილდღეობას. საქართველოში ღარიბი ოჯახი აღარ იქნება. 23. ერთ წელიწადში შევიყვანთ საქართველოს ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. ჩემო თანამემამულენო, 2016 წლის 8 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია. პარლამენტში, რომელიც პარტიაც უმრავლესობით შევა პარლამენტში, ის დააკომპლექტებს მთავრობასაც. მოგმართავთ მიანაბრეთა სამართალმემკვიდრეებს, ვისაც 1992 წელს ივლისსა და აგვისტოში
იუდა შევარდნაძე მოტყუებით შეგატანინა თანაბრევი შემნახულ სალაროებში იმ პირობით რომ ერთი წლის შემდეგ გაორმაგებულად დაგიბრუნდებოდათ მოგმართად ასევე ყველა ღარიბს შენ იმიტომ ხარ ღარიბი რომ სამი თაობის ქონება წაგართვეს შენი დედის მამის ბებიასა და ბაბუის მეგობრებო მიანაბრეთა სამართალ მემკვიდრეებო და ღარიბებო ჩემი 7 წლიანი ბრძოლის შემდეგ შემყავხართ პოლიტიკურ ბრძოლის ველზე უთანასწორო ბრძოლაში დიახ უთანასწორო ბრძოლაში არჩევნებში მონაწილეობას ღებულობს 3.500.000 ამომრჩეველი აქედან ჩვენ ვართ 3.300.000 მიანაბრეთა სამართალ მემკვიდრე და ღარიბი დანარჩენი სხვა პარტიებია 200.000 უბრალო არითმეტიკაა ჩვენ მათ დავამარცხებთ ჩვენ ვიქნებით დიდი უმრავლესობით პარლამენტში და ჩვენ დავაკომპლექტებთ საქართველოს მთავრობას ამ ბრძოლაში ჩვენ გვჭირდება ერთადერთი იარაღი კალამიც იქ იქნება დაგვხვდებათ საარჩევნო კაბინეტში ის კალამი ჩვენი ფულით არის ნაყიდი შემოხაზეთ ნომერი 28 პოლიტიკური გაერთიანება ზვიადის გზა უფლის სახელით დაგებრუნდებათ ანაბრები და აღარ იქნებით ღარიბი ხომ გინდა წვალება წამებაში არ გალიო შენი წუთი სოფელი იცხოვრო ნორმალურ ადამიანურ პირობებში ამისათვის საჭიროა შემოხაზოთ ნომერი 28 პოლიტიკური გაერთიანება ზვიადის გზა უფლის სახელით სხვა არც ერთი პარტიის ნომერი არ შემახაზოთ პარტიის პროგრამას გაცნობილი ხართ ეს თქვენი პარტიაა ურჩიეთ სხვებსაც შემოხაზოს პოლიტიკური გაერთიანება ზვიადის გზა უფლის სახელით ნომერი 28 ხოლო ასე გადავრჩებით ძალა ერთობაშია არ დასთმო შენი ქვეყანა არ განარისხო უფალი გახსოვდეს უდამ რომ შენც ხარ სამშობლოს ჭილის უფალი პოლიტიკური გაერთიანება ზვიადის გზა უფლის სახელით ნომერი 28 საქართველოს მიანებთა და ღარიბთა ასოციაციის დაფუძნებელი ყობა ჯულაღიძე ხმარავდეთ ღმერთი